საერთაშორისო კონკურსი უმასპინძლოდ საქართველოში UCMAS-ის საერთაშორისო კონკურსი უკვე 30 წელია ტარდება და ძალიან გვეხარია რა თქმა უნდა 30 წელზე მეტია და ჩვენ უმასპინძლებთ საქართველოში ამ კონკურსს და მივცემთ ჩვენს მოსწავლეებს საშუალებას რომ იყვნენ ამის ნაწილი ეს არის რა თქმა უნდა ისტორიული მომენტი რადგან ეს გახლავთ პირველი ქვეყანა კავკასიის რეგიონში, რომელიც უმასპინძლებს ამ ღონისძიებას. ეს საერთაშორისო კონკურსი ჩვენ უკვე დავიწყეთ მისთვის მზადება ცხადია და ჩვენ უმასპინძლებთ 1500-ზე მეტ მოსწავლეს 84-ზე მეტი ქვეყნიდან მსოფლიოს გარშემო და სეუს უნივერსიტეტში ჩატარდება ეს ღონისძიება, რომელიც მხარს გვიჭერს უკვე რამდენიმე წელია საერთაშორისო ღონისძიებები ტარდება, საერთაშორისო IG ღონისძიებები, გამოცდები და ასევე საერთაშორისო კონკურსი, როგორც გითხარით. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი მაგდა? ეს გახლავთ, იმიტომ რომ ეს არის საერთაშორისო, ასე ვთქვათ, გლობალურ სცენაზე, ექნება საქართველოს საშუალება რომ თავი წარმოაჩინოს, ამას ექნება უამრავი სასარგებლო მხარეს, საგანმანათლებლო, ეკონომიკური, კულტურული გადმოსახედიდან და ასევე ჩვენი მოსწავლეებისთვის ეს მხოლოდ აკადემიური ღონისძიება არ გახლავთ, არამედ მოსწავლეებს ექნებათ საშუალება რომ ისწავლონ როგორ შეუძლიათ გადალახონ გამოწვევები და ისწავლიან შრომის ღირებულებას, გაუმჯობესებენ საკუთარ თავდაჯერებას, მედეგობას, მდგრადობას, თავდადებას და რა თქმა უნდა ასევე წარმოაჩენენ თავიანთ ქვეყანას. ღონისძიება იქნება 6-7 დეკემბერს ჩატარდება. 6 დეკემბერს ეს იქნება კონკურსის დღე უშუალოდ, სადაც მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ ორი ტიპის კონკურსში, ეს იქნება ვიზუალური და ფლეშ ბარათების, სწრაფი ანგარიშის კონკურსი. პირველი ვიზუალური გახლავთ 200 განტოლების ამოხსნა 8 წუთში, ხოლო რაც შეეხება ფლეშ ბარათების კონკურსს, აქ უკვე აჩვენებენ მოსწავლეები თავიანთი მენტალური არითმეტიკის უნარებს და 1-დან 4 ციფრამდე 40 სტრიქონი იქნება მოცემული, სადაც სწორი პასუხი უნდა გასცენ კალკულაციების ანგარიშის, სწრაფი ანგარიშის მეშვეობით, ხოლო მეორე დღეს 7 დეკემბერს გვექნება ჯილდოების დაჯილდოების ცერემონია, ვითანამშრომლებთ მთავრობის, სამთავრობო უწყებებთან, ასევე მერიებთან, იქნებიან წარმომადგენლები, სკოლები, რა თქმა უნდა, ჩვენი კერძო სექტორის წარმომადგენელი პარტნიორები და ეს იქნება გლობალურ დონეზე, რა თქმა უნდა. 7 დეკემბერს, როგორც გითხარით, ეს იქნება დაჯილდოების ცერემონია, სადაც გამარჯვებულები მიიღებენ თავიანთ ჯილდოებს. ამის შემდეგ გვექნება, რა თქმა უნდა, ასევე გასართობი პროგრამა, რომ ვაჩვენოთ ქართული კულტურა სხვა ქვეყნებს. 200 განტოლების ამოხსნა 8 წუთში, საკმაოდ საინტერესოა და თქვენ ახსენეთ გამოწვევები, მედეგობა, როგორ ეხმარება UCMAS-ი ამ ყველაფერს, უფრო მეტი რომ გითხრათ ამ პროგრამის შესახებ, რომ უფრო მაყურებლისთვის გასაგები იყოს, რას გულისხმობს ეს, რა მეთოდებით და გზებით ხდება ბავშვებისთვის გამოწვევებთან ბრძოლის სწავლა, ასე რომ ვთქვათ. UCMAS-ი გახლავთ საერთაშორისო მენტალური არითმეტიკის პროგრამა, რომელიც ძალიან ცნობილი გახლავთ, იმით რომ იყენებს აბაკუსის მეთოდს პირველ, მეორე, მესამე დონეებზე, შემდგომ უკვე მოსწავლეებს შეუძლიათ რომ წარმოიდგინონ, გამოიყენონ თავიანთი წარმოსახვა, თუ როგორ მოძრაობს, როგორ იყენებენ ამ აბაკუსს, ანუ ფიზიკურად აბაკუსის გამოყენებიდან გადადიან უკვე წარმოსახვაზე, რასაც ჩვენ ვეძახით გონების განვითარების პროგრამას, სრულად განვითარების პროგრამა, სადაც ჩვენ ვიყენებთ ფოკუსის უმაღლეს დონეს, კონცენტრაციის უმაღლეს დონეს და მოსწავლეები იძენენ აი ამ უნარებს კონკურსისთვის, ანუ თავიდან 6 თვის განმავლობაში ისინი ვარჯიშობენ და ბოლოს 3 თვე უფრო ინტენსიური გაკვეთილები გახლავთ, სადაც განსაკუთრებით ემზადებიან მსგავსი საერთაშორისო კონკურსებისთვის და მათში მონაწილეობის მისაღებად, რა თქმა უნდა, მოსწავლეები მოწვეულები არიან საქართველოდან, რომ ყველა მოსწავლეს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ქალაქებიდან, სადაც ჩვენ განვახორციელეთ ჩვენი პროგრამა, სადაც გვაქვს ჩვენი პროგრამა, ასე რომ ეს დიდ თავდადებას, ბევრ შრომას მოითხოვს, რა საკვირველია და ამავდროულად
ხარდაჭერა ჭირდებათ მოსწავლეებს და ხელშეწყობა მშობლებიდან, რასაც ძალიან ვაფასებთ ჩვენს მშობლებს, ჩვენი მოსწავლეების მშობლებს ძალიან კარგად ესმით, რომ უნდა შესთავაზონ ხარდაჭერა თავიანთ მოსწავლეებს, ამის გარეშე მოსწავლეები ვერ მიაღწევენ წარმატებას, რადგან მათ ჭირდებათ ბევრი ვარჯიში, როგორც ჩვენთან ასევე სახლში. 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საინტერესოა უკვე ზრდასრულ ასაკში რაში ეხმარება ამის გავლა ბავშვს, რა გამოწვევებთან გამკლავებაში ეხმარება, უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ პროგრამის შედეგები. ჩვენი პროგრამა ჩვენს ცენტრში ჩვენ თავაზობთ მოსწავლეებს, რომელიც არის 4-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის და ეს არის სწორედ ის პერიოდი, როდესაც გონება ვითარდება და პიკს აღწევს. თუმცა ზრდასრულებისთვის ასევე, როდესაც უკვე 20 წელს აღწევს მოზარდი, ხომ? უკვე აი ეს უნარები მათთან რჩება მთელი ცხოვრების მანძილზე. რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც სწავლობ მაგალითად ველოსიპედის ტარებას, მაშინაც კი თუ არ ვარჯიშობ, შემდგომ როდესაც ისევ გააგრძელებ ველოსიპედის ტარებას, რა თქმა უნდა, ეს უნარი შენთან რჩება, ასე რომ ეს უნარები მათთან რჩება მთელი ცხოვრების მანძილზე. რაც შეეხება ტრეინინგს და კურსებს, რასაც ჩვენ თავაზობთ, ეს არის ასე ვთქვათ, გონების წამახალისებელი, განმავითარებელი ნეირო ვარჯიშები ჩვენს გაკვეთილებზე. ჩვენ თავაზობთ განსაკუთრებულ აქტივობებს ჩვენს მოსწავლეებს, რომლებიც დაკავშირებულია ნეირო ვარჯიშებთან, განსაკუთრებით დღეს, როდესაც მოსწავლეები ძალიან დიდ დროს ატარებენ ეკრანთან, ტექნოლოგიურ სხვადასხვა მოწყობილობასთან შესაბამისად, მათ ჭირდებათ ის სივრცე, სადაც მათ უნდა განავითარონ თავიანთი გონება. ასე რომ ეს არის გონების სრული განვითარების პროგრამა, სადაც ჩვენ თავაზობთ ასეთ უნარებს, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე მათთან დარჩება. აუცილებლად მინდა გკითხოთ, ქართველ ბავშვებზე რამდენად პოპულარულია და რამდენად მარტივად აითვისეს ქართველმა ბავშვებმა UCMAS-ი. მე როგორც ვიცი, საერთაშორისო კონკურსშიც მიიღეს მათ მენტალური არითმეტიკის კონკურსში მონაწილეობა, რომელიც ინდოეთში გაიმართა, რა წარმატებები ჰქონდათ მათ? 2024 წლის დეკემბერში 13 მოსწავლე საქართველოდან იყო წარმოდგენილი კონკურსზე. ჩვენ ვიყავით ნიუ-დელიში, ინდოეთში, სადაც მათ მიიღეს მონაწილეობა 6000 მოსწავლესთან ერთად 84 ქვეყნიდან და მათ მიიღეს ძალიან კარგი ჯილდოები, მეორე ადგილი, მესამე ადგილი და შესაბამისად ჩვენ მივიღეთ ბრონზის კატეგორიის ჯილდო, ასე რომ ეს მიღწევა 1 წლის ან 2 წლის შრომის შედეგი არ არის, რა თქმა უნდა. ეს მოსწავლეები ჩვენთან ერთად იყვნენ 2019 წლიდან, ვარჯიშობდნენ ყველა დონეზე, გადიოდნენ იმ ტექნიკებს, მეთოდებს, იმიტომ რომ ჩვენ ვიწყებთ მიმატება, გამოკლება, გაყოფა, გამრავლება, სანამ მივლენ, რა თქმა უნდა, ფესვამდე, ხო? თქვათ, ამას ჭირდება ძალიან დიდი თავდადება, შრომა და მხარდაჭერა. მათი მშობლებისგან, მშობლები რა თქმა უნდა ძალიან ამაყობდნენ, რომ შეეძლოთ წარმოეჩინათ, დაეჩვენებინათ მთელი საქართველოსთვის თუ რა შეუძლიათ მათ შვილებს, რადგან ზოგჯერ არ ჯერათ ხოლმე თავიანთი შვილების და ასე ვთქვათ, ესეთი წარმატების, მაგრამ მათთვის ძალიან თვალსაჩინო და სასიამოვნო იყო, რა თქმა უნდა, რომ ყველა მოსწავლეს შეუძლია რომ იყოს ასეთი არაჩვეულებრივი ღონისძიების ნაწილი. სულ რამდენ სკოლაშია ეს პროგრამა დანერგილი ამ ეტაპზე და თუ იგეგმება რომ გაიზარდოს ამ სკოლების რაოდენობა და უფრო ფართოდ მოიცვათ UCMAS-ის პროგრამა. საქართველოს გეგმებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ. 2019 წელს ჩვენ დავიწყეთ თბილისიდან. ჩვენი საკუთარი ცენტრი გქონდა, ასევე ჩვენ თანამშრომლობდით სხვადასხვა სკოლასთან, უმრავლესობა მათი იყო თავიდანვე საერთაშორისო სკოლა, თუმცა წელს ჩვენ უკვე დავიწყეთ წელს საჯარო სკოლებითაც და სხვადასხვა ქვეყანაში ვარ წარმოდგენილი, თელავი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, გორი და წელს ასევე
გეგმავთ, რომ ზუგდიდში ვიყოთ წარმოჩენილი და ასევე ფოთში წარმოდგენილი. სკოლებს როგორც წესი აქვთ ხოლმე მხარდაჭერა ჩვენი, იმიტომ რომ და ერთმანეთის მხარდაჭერა, იმიტომ რომ მათ მიაჩნიათ, რომ ასეთი ინსტრუმენტი, აბაკუსის ინსტრუმენტი და ჩვენი ინსტრუმენტი უნდა იყოს მათ სკოლაში წარმოდგენილი და ძალიან კარგად ესმით სარგებელი მოსწავლეებისთვის. იქნება ეს თქვათ მათემატიკის დონეზე თუ გონების განვითარების თვალსაზრისით, ასე რომ კი ჩვენ ვფართოვდებით და ჩემი ხედვა არის, რომ მივახციოთ ყველა ქალაქამდე და ეს იყო გეგმა, როდესაც დავიწყეთ ჩვენ თბილისში ვიყავით წარმოდგენილი, ახლა 6 ქალაქში ვარ წარმოდგენილი, 2025 წლის ბოლოს 8 ქალაქში იქნებით წარმოდგენილი და იმედია რომ ყველა ქალაქში.